გამარჯობათ. ბოლო დღეებში დიდი აჟიოტაჟია ატეხილი ძროხებისათვის ფრინველის კლინტის ჭმევაზე, რომლის შედეგად ძროხები მოიწამდნენ და დაიხოცნენ. კურიოზია ისიც, რასაც წერენ და რა კომენტარებიც კეთდება და იმდენმა ადამიანმა დამისვა შეკითხვა, რასთან გვაქვს საქმე. ერთ განმარტებით ვიდეოს მეც გავაკეთებ. 2001 წელს ევროკავშირმა აკრძალა ყველა გადამუშავებული ცხოველური ცილების processed animal proteins, შემოკლებით PAP, გამოყენება ყველა სასოფლო სამეურნეო ცხოველის საკვებში. შესაბამისად, რადგან ფრინველის ნაკელი, რომელიც შეიცავს საკვების ნარჩენებს და საფენის ნარჩენებსაც, შეიძლება შეიცავდეს გადამუშავებულ ცხოველურ ცილებს. ეს აკრძალვა გაკეთდა მსხვილფეხარ საქონლის ენცეფალოპათიის, იგივე ძროხების ცოფის პროფილაქტიკის ღონისძიებათა ფარგლებში. 2021 წელს ეს აკრძალვა ნაწილობრივ შესუსტდა და პაპის მიცემა დაშვებულია ფრინველებზე და ღორებზე, მაგრამ აკრძალულია ძროხებზე, ცხვრებსა და თხებზე. ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობს FDA, Food and Drug Administration, სპეციალური ორგანო საკვებისა და წამლების უსაფრთხოებისათვის. FDA-ს ფრინველის კლინტის აკრძალვა არ გაუკეთებია ფედერალურ დონეზე, ჩათვალეს, რომ ეს თავად შტატების პრეროგატივაა. ზოგან დაშვებულია, ზოგ შტატში აკრძალული, ზოგანაც ნაწილობრივ. მაგალითად, კალიფორნიის შტატში სარძევე ძროხებისათვის, ანუ ძროხებს, რომლებსაც წველია, არ შეიძლება ფრინველის კლინტის ჭმევა, ხოლო სახორცე ძროხებისათვის შესაძლებელია. მაგრამ ალაბამაში ან მისურიში მთლიანად ნებადართული გახლავთ. დღესაც ალაბამაში, მაგალითად, ერთი შეზღუდვაა, რომ დაკლონდე 21 დღით ადრე აღარ უნდა მიეცეს ფრინველის კლინტი, თორემ მანამდე პრობლემა არ არის, სხვა შეზღუდვა არ აქვს. ევროკავშირის ანალოგიურად ფრინველის კლინტი მთლიანად აკრძალულია კანადაში. არ არის აკრძალული ჩინეთსა და იაპონიაში. კანონში მსგავსი არაფერი უწერიათ და თუ ფრინველის კლინტი ისეა გადამუშავებული, რომ მასში დახოცილია პათოგენები, არ არის მძიმე მეტალები და კიდევ სხვა აკრძალული ნივთიერებები, კანონი მის გამოყენებას არ გრძელავს. ეხლა ვისაუბროთ იმაზე, რა ხდებოდა სანამ ნებადართული იყო კლინტის ჭმევა ძროხებზე. ფრინველის ახალი ნაკელის გამოყენება კატეგორიულად აკრძალული იყო და ეხლაც აკრძალულია ტექნოლოგიით, შეიძლებოდა მხოლოდ ფერმენტირებული ნაკელის მიცემა, მაგალითად თივაში გარკვეული პროცენტით შერევა და მერე დამუშავება 50-70 გრადუს ტემპერატურაზე. და ასეთი ძროხების რძეს მიირთმევდა ყველა ადამიანი, ვინც კი ყიდულობდა, ვთქვათ, ჩვენი მაღაზიის რძეს და მაწონს, ან სხვა პროდუქტებს. 2023 წელს საქართველოს შეუერთდა ევროკავშირის შესაბამის კანონს და 2023 წლის შემდეგ საქართველოშიც მოქმედებს შესაბამისი აკრძალვა, ისეთივე როგორც ევროკავშირში. ასე რომ 23 წლის შემდეგ საქონლისათვის ფრინველის ნაკელის მიცემა წარმოადგენს კანონ დარღვევას. ასე რომ, რაც არ უნდა გადამუშავებული იყოს ფრინველის კლინტი, მისი გამოყენება საქონლის საკვებად საქართველოში აკრძალულია და ისჯება კანონით, მიუხედავად იმისა, რომ ეს დაშვებულია შტატებში და იაპონიაში. უფრო მეტიც, ძროხა ხანდახან ჭამს საკუთარ ან სხვა ძროხის ნაკელს. როცა ის მინდორში ძოვს, მოსასაქმებლად მოგახსენებათ სპეციალურ ადგილას არ მიდის, ხო? ძროხაა ბოლოს და ბოლოს. ძროხების მიერ ნაკელის ჭამა ხდება გარკვეულ შემთხვევებში. პირველი ეს არის საკვები ნივთიერებების დეფიციტისას, კერძოდ ცილების, ფოსფორის და განსაკუთრებით ეს ეხება B12 ვიტამინს. აი B12-ის დეფიციტისას უფრო მიირთმევს ძროხა ნაკელს. მეორე ეს არის დისბაქტერიოზის დროს. ზოგჯერ ძროხას სჭირდება ანტიბიოტიკებით მკურნალობა და ამ ანტიბიოტიკებით მკურნალობის შემდეგ
ძროხის ნაზლავური მიკროფლორა მთლიანად ან ნაწილობრივ ნადგურდება და ნაკელის ჭამა ხელს უწყობს ნორმალური მიკროფლორის აღდგენას. მესამე, ეს არის შიმშილის ან უხეში საკვების დეფიციტისას. და მეოთხე, ზოგჯერ ნაკელის ჭამა არის ქცევითი, ახალგაზრდა ცხოველები ერთმანეთს ბაძავენ და აინტერესებთ რა არის მათ წინ მინდორზე. ასე რომ ძროხა წმინდანი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ მილიარდი ინდოელი ასე თვლის. და საუკეთესო საძოვარზე ნაბალახებს შეიძლება საკუთარი ან სხვა ძროხის ნაკელი ჰქონდეს ნაჭამი. ეხლა, ქართველი ბიზნესმენების ბედოულათობა მდგომარეობს შემდეგში. პირველი, მათ დაარღვიეს იმ ქვეყნის კანონი, სადაც აწარმოებენ ბიზნესს. და მეორე, დაარღვიეს საკვების მიცემის ტექნოლოგია, რომელიც ამ გრძელავი კანონის მიღებამდე არსებობდა და მანამდე ლეგალური იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში ძროხები არ დაიხოცებოდა. აი, ვინ დაარღვიეს ნაკელის მყიდველმა თუ გამყიდველმა, ნამდვილად არ მაინტერესებს. ამგვარი პრაქტიკა ბიომეურნეობა არ არის, ამიტომ ჩემი აზრით არის მიუღებელი. ანუ ამ შემთხვევაში მეც ევროკავშირის და კანადის მომხრე ვარ. მიუხედავად იმისა, რომ თუ ტექნოლოგიის დაცვით მოხდება საქონლის შესაბამისი კვება, ეპიდემიები და მოწამვლები არც აქამდე გამოუწვევია და არც შემდგომში გამოიწვევს იგივე შტატებსა და იაპონიაში. დღეისათვის სულ ეს იყო, ნახვამდის, კარგად ბრძანდებოდეთ.